მოგესალმებით, მე გიორგი ნაზღაიძე ვარ, თქვენ სალაშქრო ვიდეო განხილვებს უყურებთ. ვაგრძელებთ არც თუ ისე კარგი აღჭურვილობის ვიდეოების სერიას და დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ესეთი ხერხი, რომელიც ძალიან პოპულარულია რემბოების კასტაში. რას გულისხმობ? თავდაპირველად, როდესაც გამოცდილება არ მქონდა, შევედი eBay-ზე, ვნახე ასეთი ხერხი, თვითონ კონცეფცია ძალიან მომეწონა, იყენებს ბენზო ხერხის საჭრელ პირს, იმისთვის რომ დაამზადოს შეშა, გამოვიწერე, ჩამოვიდა და აღმოჩნდა რომ სრულიად გამოუსადეგარი ნივთი ყოფილა. რატომ? ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება ასეთი ხერხის გამოყენებით სათანადო რაოდენობის შეშის დამზადებას. გარდა ენერგიისა თვითონ მოუხერხებელია მთელი სხეული იძაბება და ერთადერთი პლუსი ასეთი ხერხის გამოყენებისა არის ის, რომ სხეულს კარგად ავარჯიშებს. ეხლა ვნახოთ მოქმედებაში. საჭიროა რომ მთელი ტანი ვამოძრაოთ. ძალიან დიდი ენერგია მიდის ამ პატარა ტოტის გადაჭრაზე. ისე ზურგის კუნთებს კარგად ავარჯიშებს. იგივე ზომის ტოტს ნორმალური გასაშლელი ხერხით გაცილებით მარტივად და ცოტა ენერგიის დახარჯვით გადავჭრიდით. ასე რომ დიდად წაგძლევთ სული. სხვადასხვა ბრენდები არის eBay-ზე, სხვადასხვა ფასი აქვს, თუმცა თავად ეს კონცეფცია ასე გადაჭრისა ტოტის არც ისე გამართლებულია, რადგანაც ძალიან დიდი ენერგია მიაქვს და უაზროდ გლის ისედაც დაღლის ლაშქრობის ბოლოს. თუ კი მოგეწონა ჩვენი ვიდეო განხილვა, გთხოვთ გამოიწეროთ YouTube-ის არხი და მაქსიმალურად გააზიაროთ ვიდეო.